მოგესალმებით მეგობრებო, YouTube გამომწერებს, მზის ადამიანის მაყურებელს, გამომწერებს, ახლებს, ძველებს, ყოველს მოგესალმებით და მოდით ვნახოთ ერთი კვირის პროგნოზი. რა გველოდება ამ ერთი კვირის მანძილზე, საინტერესო მნიშვნელოვანი გავივლეთ საკვანძო ასპექტებს და შევხედოთ, როგორი იქნება თქვენი ერთი კვირა. რა ენერგიებში იქნებით? რა მოხდება საინტერესო და მნიშვნელოვანი და ვარიანტი პირველი, თქვენი კვირის არკანის ენერგია და ვარიანტი 2, თქვენი კვირის არკანის ენერგია. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე. პირველი ვარიანტი იქნება თისბროლი, მეორე ვარიანტი იქნება წითელი იასპი. ახლა კარგად უნდა დააკვირდეთ ორივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით ორივე ვარიანტი. ქვები საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან, რომ შეძლოთ უფრო მარტივად არჩევა, მაშა სადამე. დააპაუზეთ ეკრანი, ვინც ვერ არჩია, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, თქვენი კვირის ენერგია, ვნახოთ რომელი არკანის ქვეშ გაივლის. შესადამე პირველი ვარიანტი, ისე გადავაწყობ აქ არკანებს და დავიწყოთ. პირველი ვარიანტი. ეს არის იმპერატორი. სხვათა შორის იმპერატორთან დაკავშირებით გამახსენდა ჩემი გუშინდელი პოსტი, რაც პირველი თავში აზრად მომივიდა, ეს არის ის, რომ იმპერატორი ეს არის წესრიგის სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალი ენერგიების, ახალი პოტენციალის შემოშვება, რომ უფრო მარტივად მოხდეს თქვენს რეალობაში, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა, რომ განთავისუფლდეთ ყველაფერი ძველისგან, არასაჭიროსგან, უენერგიოსგან, რომელიც აღარაფერს არ გაძლევთ, არაფერში არ იყენებთ, დაძველდა, აღარ არის თქვენთვის აქტუალური, წარსულში გაბრუნებთ და შესაძლოა ენერგიასაც გართმევდეთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი ნივთი იწყებს, გაგიკვირდებათ და ვამპირიზმს ადამიანზე, ხო? როდესაც ნივთი და ჩვენ ვცვლით ერთმანეთთან ენერგიებს, მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად არის და ჰარმონიულად, ხოლო თუ კი ნივთი დიდი ხანი გვიდევს და არ ხდება მისი გამოყენება, მისი ფუნქციის შესრულება არ ხდება, ის იწყებს არა მხოლოდ ზედმეტი ადგილის დაკავებას და ენერგეტიკულ შეკავებას, არამედ იწყებს ვამპირიზმს, ანუ მიაქვს ენერგია. არ აძლევს ახალ შემოსვლის საშუალებას. ამიტომ არკანი იმპერატორი გეუბნებათ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინას ახალწლად მოაწესრიგოთ თქვენი სივრცე, რათა გაანთავისუფლოთ ადგილი ახალი ენერგიებისათვის. ასევე არკანი იმპერატორი ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლებელია ნიშნავდეს კონკრეტულ მამაკაცს, სხვათა შორის, რომელიც საკმაოდ ემოციურად არის თქვენს მიმართ განწყობილი, შესაძლოა ენატრებოდეთ კიდევაც და განიცდიდეს გარკვეულ ემოციურ მიჯეჭვულობას თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ამას არ ამჟღავნებდეს და ეს ინფორმაცია მეგობრებო ეხება 10-დან 1 მსმენელს, პირდაპირ გეტყვით, ეს არ არის ესეთი ყველასთვის ინფორმაცია, ეს არის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულმა ადამიანმა უნდა მოისმინოს, ხო, რომელიც ნამდვილად ემოციურად დათრგუნულია, იმიტომ რომ ვერ ახერხებს თქვენთან ისე გამოხატვას საკუთარი თავისა, როგორიც მას სურს და უნდა. ასევე იმპერატორი ეს არის, რა თქმა უნდა, ავტორიტეტი, ეს არის სტრუქტურა, ეს არის ტრადიცია, ეს არის წესრიგი და ეს არის ასევე მამაკაცი, რომელიც შესაძლებელია საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს თქვენს რეალობაში და მისი როლი ამ ერთი კვირის მანძილზე იქნება ძალიან ინტენსიური. მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ ამ ერთი კვირის მანძილზე რა გელოდებათ საინტერესო და მნიშვნელოვანი. იცით რა არის მეგობრებო,
შესაძლებელია და მოსალოდნელია გარკვეული ინტრიგები ამ ერთი კვირის მანძილზე. ამიტომ ეცადეთ რომ არ აყვეთ ემოციებს, არ აყვეთ სიბრაზეებს, რადგან ეს ინტრიგა იქნება მხოლოდ და მხოლოდ, ნახეთ, ეს არ იქნება ინტრიგა, რომელიც უნდა გადაიჭრას ხმამაღალი სიტყვებით, ჩხუბით, კამათით, კონფლიქტით და ასე შემდეგ, ხომ? ეს არის ინტრიგა, რომელიც მოდის კონკრეტული, ესე იგი, ადამიანისგან კონკრეტული ინიციატივით, რომ აი მოგიშალოთ ნერვები, მიხვდით ხომ? მოგიშალოთ ნერვები. და ამიტომ ეცადეთ რომ ამ ყველაფერს შეხედოთ უფრო მეტად რაციონალურად, მიხვდეთ რომ ეს არის პროვოკაცია და არ აყვეთ ამ პროვოკაციას და ეცადეთ რომ მაქსიმალურად დრო დაუთმოთ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს, თქვენს საქმეს, თქვენს შემოქმედებას. ანუ არ მისცეთ ენერგია ისეთ გარემოებებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც სპეციალურად და აქ ჩანს ეს მომენტი, რომ ადამიანი მოდის სპეციალურად ამ ინტრიგის გასათამაშებლად, მოდი ასე ვთქვათ, და რაც სურს, ეს არის ის, რომ მიიღოს თქვენგან ის, რისი მიღებაც მას უნდა. ეს არის ენერგიაც, ეს არის რაღაცა სიტყვები, აი ძალიან გავს ეს ყველაფერი, რას იცით, როდესაც ადამიანი ცდილობს გამოგიყვანოთ ემოციებზე, არა იმიტომ, რომ რაღაცნაირად საუბარი სურს თქვენთან ერთ-ერთზე და გარკვევა უნდა ურთიერთობის, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში და აი ეს თქვენი ახსნა განმარტებით, ან თქვენი ჩხუბით, თქვენი კონფლიქტით, თქვენი სიბრაზებით, მას უმტკიცებთ, მოდი ასე ვთქვათ, რომ მისი როლი და მოდი ასე ვთქვათ, ეგოს მოფხანთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ რაღაცა ჭიჭინით მოდის თქვენთან, იმიტომ რომ აი უნდა რომ საკუთარ თავს რაღაცები დაუმტკიცოს თქვენს ხარჯზე. აი ესეთი ინფორმაცია წამოვიდა და ამიტომ ამან შეიძლება რაღაცნაირად ამან შეიძლება რაღაცნაირად გადაგიყვანოთ თქვენი იმ საქმიანი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული რაც არის ხო თქვენი დალაგებული ვთქვათ ასპექტები, რასაც აპირებთ, რაც გინდათ, როგორი გეგმები გაქვთ, ხო, მე შეიძლება გადაგახვევინოთ ამ ადამიანმა და უბრალოდ წაიღოს თქვენგან დრო და ენერგია, რაც ყველაზე ძვირფასია. მაშინ ამ დროს, შესაძლოა ვთქვათ, წინ შესაძლებელია ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე გელოდებათ, ისეთი, რომელიც საჭიროებს თქვენს ჩართულობას, ხო? ასევე ზემოთ ვახსენე კონკრეტული ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს თქვენს რეალობაში ამ ერთი კვირის მანძილზე, იმიტომ რომ გქონდეს გარკვეული მონატრება გქონდეს თქვენთან მიმართებაში. ყველას არ ეხება, მაგრამ შეიძლება ზუსტად ის ადამიანია, რომელიც მონატრებულია თქვენთან კომუნიკაციას და შეეცდება, რომ აი ამ მონატრების, აი ამ რაღაცა ეს მონატრება გადაუვიდეს სიბრაზეში, ან გადასული აქვს უკვე სიბრაზეში და არასწორი ფორმით დაიწყოს თქვენთან ურთიერთობა გაბრაზებულმა, იმიტომ რომ აშკარად ვერ აძლევთ ან არ აძლევთ იმას, რისი მიღებაც მას უნდა და ამიტომ რაღაცნაირად შეეცდება, რომ ემოციებზე გამოგიყვანოთ. აი ესეთი რაღაცა ინფორმაცია არის თქვენთან მიმართებაში, ამიტომ ვიყავით მაქსიმალურად ფართოდ გახელილი თვალებით, ხო? კიდევ ნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის მანძილზე პირველი ვარიანტი. რა გელოდებათ ამ ერთი კვირის მანძილზე? ზომიერება, პენტაკლების ტუზი, თუ დაიჭერთ ბალანს, ჩემო ძვირფასებო. აქ არის მშვენიერი არკანები. ნახეთ, თუ კი თქვენს ენერგიას, მოდით ესე საბოლოო ჯამში ესეთ ანამნეზს შეგიკრავთ, ხო? თუ კი თქვენს ენერგიას შეინახავთ სულელურ ინტრიგებში არ აყვებით, ხო, კონკრეტულად ადამიანს, იმიტომ რომ რაღაცა ჩამოუყალიბებელი დიალოგები აქვს ან რაღაცა სხეულის მოძრაობები, თუ კი დაიჭერთ ბალანს,
და აი ამ ბალანსის დაჭერის მდგომარეობაში შემოდის პენტაკლების ტუზი და ექვსიანების კვერთხები. ანუ თქვენ სიტუაციაზეც გაიმარჯვებთ კონკრეტულად, როგორც კი ადამიანს და გარემოებებს დაანახებთ, რომ თქვენს ადგილზე საკმაოდ მყარად ხართ და ისინი ვერ შეძლებენ თქვენი ამ სიმყარიდან და ბალანსიდან გადმოგდებას, ხომ? მომენტალურად იხსნება ამ ერთი კვირის მანძილზე თქვენს წინაშე ძალიან საინტერესო პერსპექტივები, შანსები. თან იცით როგორი შანსები? დღეს ნათქვამი და გაკეთებული, აი ხვალ რომ წინ დაგხვდებათ. ანუ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენერგიები არ გახარჯოთ მარჯვნივ მარცხნივ და პირიქით მაქსიმალურია თქვენი შესაძლებლობები ახლა, პირდაპირ გეუბნებით. თქვენი ენერგიები აი ახლა არის ძალიან ნაყოფიერი, ძალიან ნოყიერი იმისთვის, რომ აკეთოთ ის, რაც თქვენ გინდათ, რაც მოგიტანთ. სულიერ სისავსეს, რაც მოგიტანთ ფინანსურ წარმატებას და კეთილდღეობას, რაც მოგიტანთ თქვენი სურვილების ასრულებას, მაგრამ განმეორდები თუ ამ ენერგიებს გაანაწილებთ სწორად, მხოლოდ აი იმ შემთხვევაში მოდის ეს ყველაფერი და მე ვხედავ, რომ თქვენ ეს ყველაფერი შემოგაქვთ თქვენს რეალობაში და ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც თქვენ გინდათ. მთლიანობაში ძალიან კარგი ერთი კვირის არკანის ენერგიებია, თუ არ ჩავთვლეთ აი ამ პატარ-პატარა ინტრიგებს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. არკანი მაგი, არკანი ვარსკვლავი, არკანი ზომიერება, პენტაკლების ტუზი ძალიან კეთილგანწყობილი არის ეს ერთი კვირა და ამ ერთი კვირის ენერგიები თქვენთან მიმართებაში და ნაყოფიერია და ნოყიერია და მაქსიმალურად გამოიყენეთ ჩემო ძვირფასებო და მაქსიმალურად მოაწესრიგეთ და დაალაგეთ თქვენ სივრცეში ყველა და ყველაფერი, რაც ითხოვს დაალაგებას და ითხოვს წესრიგს. გაგემშვიდობებით და აჩვენეთ ყველას ვინ ხართ თქვენ, მიუჩინეთ ადგილი. და ყველაფერი კარგად იქნება. გადავედით მეორე ვარიანტზე, წითელი იასპი ვინც აერჩია, მოდით ვნახოთ თქვენი კვირის არკანის ენერგიები როგორი არის. თქვენი კვირის არკანის ენერგია არის ძალა. ანახეთ ორივე არკანი ამოვიდა, უფროსი არკანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე ვარიანტისთვის ეს ერთი კვირა იქნება ძალიან ისეთი საბედისწეროდ მნიშვნელოვანი. იქნება არკანი ძალა, თქვენი ერთი კვირის თანმხლები, რაც ნიშნავს იმას, რომ რასაც შეეხებით, რასაც, რა ვიცი, გადაწყვიტავთ, რასაც მოინდომებთ, რასაც სადაც მოგინდებათ, რომ რაღაცა ურთიერთობები დაალაგოთ, გამოარკვიოთ, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ, მოდი ასე ვთქვათ, თქვენ ამის იდეალური პოზიცია გაქვთ ახლა. ძალა არკანი ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენ სასიკეთოდ ამ ერთი კვირის მანძილზე შემოატრიალოთ ნებისმიერი სიტუაცია, მდგომარეობა, ურთიერთობა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და ეს გადაწყდება წარმატებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტში შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ არკანი ძალა ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავში თუ იქნებით დარწმუნებული და იქნებით დარწმუნებული, თქვენ ავსებოთ მიიღებთ თქვენს შედეგს, ხო, რომელიც თქვენ გინდათ რომ მიიღოთ. ეს არის უფრო მეტად აი მარტოობის გზაში, მარტოობაში რას გულისხმობ, ხო, როდესაც შინაგანი და შიდა პროცესები მიდის ადამიანში და ხდება კონკრეტული ემოციების გადახარშვა, პრიორიტეტების დალაგება, ვინ რამდენს როგორ და რანაირად იმსახურებს თქვენგან, ანუ საკუთარ თავში ნახავთ ძალას, რომ ემოციები აიყვანოთ, აიღოთ სადავეებში და ყველაფერი ისე განმარტოთ და გადაალაგოთ და გადმოალაგოთ, რომელიც თქვენთვის ნამდვილად, რაც თქვენთვის ნამდვილად სიკეთის და სიძლიერის მომტანი იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე. კიდევ ვნახოთ რა გელოდებათ ერთი კვირა, რა ელოდებათ. მეორე ვარიანტის ამომრჩეველს ამ ერთი კვირის მანძილზე, მაგი, ძალიან კარგია. ნახეთ, ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო არკანები ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში ენერგიის მაქსიმუმზე იქნებით ამ ერთი კვირის მანძილზე. პირდაპირ გეუბნებით, რომ
იქნებით ეგოისტები, კარგი გაგებით ეგოისტები და აი ამ ეგოიზმში, ხო, რას ნიშნავს ეგოიზმი, რომ შესაძლებელია მანამდე ძალიან ბევრი გაეცით და ახლა არის დრო, რომ პირიქით იფიქროთ საკუთარ თავზე, მიიღოთ და უფრო მეტად საკუთარ რეალობაზე იფიქროთ, იმიტომ რომ მე ზემოთ ვახსენე, რომ ეს არის აი შიდა პროცესები, რომლებიც საკუთარ საზომს გაპოვნინებთ აუცილებლად და აქ მაჩვენებს ძალიან საინტერესო არკანებს, რომ თქვენ ამ ერთი კვირის მანძილზე იქნებით სავსე შემოქმედებითი ენერგიით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქნებით საკუთარ თავში დარწმუნებული, რასაც შეეხებით, ყველაფერი გამოვა ისე როგორც უნდა გამოვიდეს, არკანი განდეგილი, უბრალოდ აი არის ერთი მომენტი, როგორც პირველ ვარიანტს გავს სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ასეთ დროს, როდესაც სადავებს ვიღებთ ხოლმე ხელებში, ეს ვიღაცას ძალიან არ მოსწონს ხოლმე. ამიტომ ხუთიანების ხმლები, შვიდიანების ხმლებთან ერთად აჩვენებს იმას, რომ პროვოკაციების გარეშე ერთი კვირა თქვენთანაც არ ჩაივლის, ხომ? ვიღაცას მოუნდება, რომ თქვენი პოტენციალი და ენერგია საკუთარი მიზნებისკენ მომართოს, საკუთარი თავისკენ მომართოს და საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენოს, ხომ? სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს დანამუსების ძალიან ისეთი მცდელობა, ხო, რომ აი მარტო შენ თავზე ფიქრობ, მარტო შენ თავს უყურებ, ჩვენც ყურადღება გვჭირდება, მე მომაქციე ყურადღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხომ? ამიტომ ყოველს ვაქცევთ ყურადღებას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც დაიმსახურა. თქვენ შემთხვევაში აჩვენებს, რომ ვიღაცამ შეიძლება შეეცადოს თქვენი გზების არევა, ესეთი რამეც არის, ხომ? შვიდიანების ხმლები ეს არის ყოველთვის ესეთი ილუზიაში ჩაგდება ადამიანის მოტყუება, გაქურდვა, მოპარვა, დროის ქურდები ძალიან ბევრი ადამიანები არიან, ხო, ვინ არიან დროის ქურდები, რომლებიც საკუთარ დროს არსებენ პატივს და ცდილობენ რომ სხვისი დროც შეჭამონ, ხო, იმიტომ რომ საკუთარი აღარ აქვთ ფაქტიურად, აღარ აქვთ, იმიტომ რომ არაფერში არ იყენებენ და უნდათ რომ სხვისი დროც გამოიყენონ. აი თქვენ შემთხვევაში ეს არის აი ეს მომდევნო, მაგრამ მაჩვენებს რომ თქვენ აქ ძალიან ინტენსიურად და ძლიერად დაუდგებით აი ამ მოდი ასე ვთქვათ, არეულ გზებს უცებ გაკაფავთ და უცებ დაინახავთ თქვენთვის სწორ გზას. დაინახავთ თქვენთვის სწორ გზას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სწორი გზის აღმოჩენაში კიდევ უფრო მეტად და ინტენსიურად დაინახავთ საკუთარ ძალას. ეს არის ძალიან ესეთი საინტერესო ალქიმიური პროცესი გაივლით ამ ერთი კვირის განმავლობაში, სადაც თქვენ თითქოს როგორი ენერგიებია, იცით, წინა საახალწლოდ რო ადამიანი ცდილობს რომ მოაგვაროს ყველაფერი ის რაც მოსაგვარებელია, რომ რაღაცნაირად 2026 წელში აღარ გადაიტანოს. და მე გირჩევდით ამას ორივე ვარიანტს, იმიტომ რომ მეათე არკანში ვიქნებით, რაც ნიშნავს იმას, რომ იცით რა არის ფორტუნას ბორბალი, ბორბალს არ აქვს რაღაცა შუა, ხო? შენ ცოტა ან ოდნავ მეტი ან ოდნავ ნაკლები, ხო? ფორტუნას ბორბალი ყველა ჩვენგანს დაგვიბრუნებს ბუმერანგს, ასე ვთქვათ. ბუმერანგი არის კარგიც, არის ნეგატიურიც, ხომ? გულისხმობ. თუ კი ვალები გადაიყოლეთ შემდეგ წელს, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. თუ კი ბევრი მოგვარებული საქმე, ბევრი ესეთი წარმატებით ჩახურული საქმეები, ბევრი ის რაც ვალი იყო, ხო, არა მხოლოდ ფინანსური უკან მოიტოვეთ და სუფთები გადახვალთ 2026 წელში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ფორტუნას ბორბალიც შესაბამისად დაგასაჩუქრებთ. ამიტომ ეცადეთ რომ წლის ჩახურვამდე და მე ვხედავ რომ თქვენ ამას აკეთებთ, ყველანაირი ენერგეტიკული თუ ფინანსური თუ ემოციური ვალები გაანთავისუფლოთ თქვენი სივრციდან, რაც შეიძლება სუფთად გადადით 2026 წელში, იმიტომ რომ გაქვთ ამის ძალა და ენერგია, გამოიყენეთ მაქსიმუმზე, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ფორტუნას ბორბლის
ბუმერანგი კარგი მხრიდან შემოტრიალდეს თქვენი მიმართულებით, ასე რომ გისურვებთ წარმატებებს. ორივე ვარიანტი არის ძალიან ენერგიული, ძალიან ინტენსიური და ძალიან მნიშვნელოვანი. აი თითქოს ახლა ამ ერთი კვირის მანძილზე ხო, ახალი წლის დადგომამდე ესე იგი ინტენსიურად ამოვა ზედაპირზე ყველაფერი ის, რაც უნდა ესე იგი ჩახუროთ, მოაგვაროთ, გაანთავისუფლოთ, გაცრათ, გაასუფთავოთ და ასე შემდეგ. დაწყებული ურთიერთობებით დამთავრებული ნებისმიერი პატარა ნივთით, რომელსაც თქვენს რეალობაში რეალურად ადგილი აღარ აქვს, ხომ? აი ეს არის ჩემო ძვირფასებო ერთი კვირის უახლესი პროგნოზი ამ ერთი კვირის ვადაზე, რაც გელოდებათ. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით. თქვენთან იყო არის და იქნება ნინო.